რასაკვირველია ჯოჯოხეთური, აი პირდაპირი მნიშვნელობით ჯოჯოხეთური საბჭოთა დიახ ჩვენ პოსტსაბჭოთა ეპოქაში ვცხოვრობთ, მაგრამ საბჭოთა ტრადიციების, საბჭოთა პრაქტიკის გამაგრძელებელი ქართული რუსული ხელისუფლება, ქართული დეფისი რუსული ხელისუფლება, ანუ ბანდა, რომელსაც ჩვენ ამ ქართულ ოცნებას ბანდას უწოდებთ, იცით თქვენ და სამართლიანად უწოდებთ, ხო ეს ბანდა კიდევ უფრო მეტ დანაშაულებს ჩადის ინდივიდების, საქართველოს მოქალაქეების და საერთოდ ქვეყნის წინაშე. ზია ამაღლობელის ამბავი თითქოს მოთავებული არ არის და არ არის ემოციები გავლილი არ არის და იცით თქვენ რომ ორშაბათს დადგება განაჩენი, დიახ დადგება განაჩენი, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ და რაც არ უნდა მჟუტავი იმედი გქონდეს იმისა რომ მოსამართლე კლანის წევრი გამომურუსიძებული, გამოჩინჩალაძევებული, რომლებიც თავის მხრივ გამობიძინებულები არიან და ხოლო ბიძინა არ არა ისინი გამოკობახიძებულები არიან, კობახიძე გამობიძინებულია და ბიძინა გამოპუტინებულია. აი ესე უნდა თქვა. ახლა, რასაკვირველია მოსამართლე არ იქნება არც სამართლიანი, არც სამართლებრივი, არც საკუთარი სინდისის კარნახით მიიღებს განაცხადებას და მოდი ასე ვიტყვი, უკვე მიღებული ექნება ეს შეტყობინება, მაგრამ ტელეფონზეც იქნება ჩამოკიდებული და რასაც უკარნახებენ აბასთუმნიდან თუ თბილისიდან იმ გადაწყვეტილებას მიიღებს საერთოდაც მე მგონია რომ ეს გადაწყვეტილება უკვე დაწერილია მოსკოვში მეთქი ას რო გითხრათ ალბათ არ გაიკვირებთ არა მოსკოვში არ არის დაწერილი რუსულად არ არის დაწერილი ეს მაგრამ რუსულად გამოგზავნილია ინსტრუქცია აბასთუმანსა თუ თბილისში რა უნდა უყონ მზია ამაღლობელს არც ერთი ნაბიჯი უკან ნიშაგუ ნაზად აი ეს არის დაახლოებითი შინაარსი ინსტრუქციისა დარიგებისა, რომელიც მოსკოვმა თბილის უფრო ზუსტად იყო აბასთუმნის უღრანების ბინადარ ივანიშვილს გამოუგზავნა. მოკლედ ეს ემოცია განელებული არ არის მზიას რასაკვირველია არავინ არ დაინდობს მიუხედავად იმისა რომ ეს პროკურატურა მაიამ წარიაშვილმა გამომძიებლები და პროკურატურის წარმომადგენლები მიაყენა პირდაპირ მნიშვნელობით კუთხეში და ეს პროკურატურა და გამომძიებლებიც კი იძულებულნი იყვნენ ეთქვათ შემდეგი რამ რომ არა არც 4-ს არც 5-ს არც 6-ს არც 7 წელს არ იმსახურებს მზია ამაღლობელი წარმოიდგინეთ რამდენად საბჭოთა სისტემაში ცხოვრობთ ჩვენ არ იმსახურებს მაგრამ რაღა ის საპროცესო გარიგებაზე არ მოდის უკვე ბრალი წაყენებულია და შესაბამისად ჩვენ სიტყვას უკან არ წავიღებ წამოვიდეს საპროცესო გარიგებაზე და შესაბამისად ჩვენ საპროცესო გარიგებას გავაფორმებთ მზია ამაღლობელთანო მზია ამაღლობელი ჩვენი დღევანდელობაში ჩვენს დროებაში ჩვენი ეპოქის სინდისი მეთქი სხვა ბევრთან ერთად ასე ვიტყვი ახლა მზია ამაღლობელი გასაკვირველი ამ საპროცესო გარიგებაზე არ მიდის და არც უნდა წავიდეს დიახ სულ 7 წელი მიუსაჯოს მოსამართლემ მას მზია ამაღლობელი ეს ჯანმრთელობა შერყეული თვალის ჩინ დაკარგული ქალი დგას იქ სადაც დგას იმიტომ რომ მას არაფერი არ დაუშავებია და კიდევ ერთი ამბავი ეს უკვე ჩემი სუბიექტური შეფასებაა დგებუაძეს ხომ მიარტყა ხელი და ეს ადმინისტრაციული წესი თუ დაისჯებოდა მზია ამაღლობელი უნდა 5000 ლარიანი თუ 3000 ლარიანი თუ 10000 ლარიანი ჯარიმა უნდა გამოეწერათ და ბუნება იმისთვის და ბუნებრივია შეგროვდებოდა ეს თანხა და 10-ით შეგროვდებოდა და 150-ით მზია ამაღლობელისთვის მაგრამ ეხლა ერთ რამეს ვიტყვი მზია ამაღლობელმა დგებუაძის სახით ხელი მიარტყა და თუ გნებავთ უფრო უარესად ვიტყვი ხელი ააწნა უსამართლო რუსულ სისტემას ეს არის ერთგვარი პოლიტიკური აქტი ასე ვიტყვი როდესაც მოქალაქე ამბობს რომ შენ პოლიციის თუ ამ შემთხვევაში მილიციის რეალურად კი მილიციის წარმომადგენელი ემსახურები რეჟიმს რომელიც ჩემს ქვეყანას ანგრევს ჩემს ქვეყანას ჩეხავს და აქედან გამომდინარე რაღა ემსახურები ამ რეჟიმს მე შენ პერსონალურად დგებუაძეს კი არა შენი სახით სისტემას ვურთხავ ხელს ეს არის ჩემი შეფასება ხაზს უსვამ და ხაზგასმით ვამბობ რომ ჩემი ჯერ კიდე თავიდანვე იყო ეს მოსაზრება მქონდა. კარგით, მზია ამაღლობელის თაობაზე ემოცია ჩვენ არ გაგვნელებია, მაგრამ ახლა ამასობაში დაგვეწია ამბავი, რომელიც არანაკლებ მძიმეა, მეთქი ასე ვიტყვი. ნინო დათაშვილი არის ესეთი სინდისის პატიმარი,
რომელიც გამომწყდეული ყავს, ტყვედ ყავს, რასაკვირველია ამ ხელისუფლებად წოდებულ ბანდას და ნახეთ როგორი ამბავი ხდება. პროკურატურა აქტივისტების და მათ შორის ნინო დათაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ მეთოდს მიმართავს. ესენი არიან კუთხეში მიმწყდეულები, კარგად მინდა ახსნა. ქართული ოცნების ბანდა და პერსონალურად ივანიშვილი მიმწყდეულები არიან და ახლა რაღაცეებს ხლაფორთობენ მეთქი ასე ვიტყვი. ერთ შემთხვევაში მზიასთან მიმართებაში მათ მოიგონეს ეს სრული აბსურდი რომ აღიაროს, ბოდიში მოიხადოს და ამ შემთხვევაში ჩვენ მას გავანთავისუფლებთ თუ მასთან გარიგებაზე წავალთ. სხვა შემთხვევაში აი სინდისის პატიმრებთან, აი ანდროსთან, სხვებთან მიმართებაში მათ თქვეს კიკნაძესთან და სხვებთან მიმართებაში მათ თქვეს რომ აღიარონ ბოდიში მოიხადონ და ჩვენ ყაველაშვილს შევაწყალებინებთ ხო აბა ყაველაშვილს სხვა რა ფუნქცია აქვს მან უნდა მიუტანონ დაწერილი მან უნდა მოვაწეროს ხელი ისიც რამდენად კარგად აწერს არ ვიცი ყაველაშვილის კოლეგა ფეხბურთელ არველაძეებზეც ვიტყვი ორ სიტყვას თუ არ დავიწყდა ამასობაში მადლობას ბარემ გადავხდი მადლობას უკაცრავად კონკრეტულად შოთის და საერთოდ ძმებს ისინი არიან ანტიკალაძე პირები ოღონდ შოთიკოს და აშიკოს და რეზისაც უნდა მიუმართო ასეთი რომ როდესაც ხარ თქვენ ანტიკალაძე მე მგონი ადრეც მithქვამს ეს იქნება ეცადოთ და მოახერხოთ და დარწმუნებული ვარ ეს მოხერხებადია რომ ბურთი არ გააგოროთ რომელიმე საქველმოქმედო თუ არასაქველმოქმედო მატჩზე ეს ვეტერანები რო ჩამოდიან მილანი, რა ვიცი, ბარსელონა, სხვები ხო? არ გააგოროთ კალაძესთან და ყაველაშვილთან ერთად, პრეზიდენტად წოდებულთან და მერი რომ გახდება იმ პირთან ერთად. მე რაც წოდებულთან თუ გევათ ასე ვიტყვი. იმიტომ რომ ისინი არიან სწორედ დამსჯელები მზია ამაღლობელი სადაც თქვენ ერთის მხრივ ამბობთ რომ დიახ მზია ამაღლობელი უნდა განთავისუფლდეს უპირობოდ და მადლობა უნდა გადაუხადო ეხლა მე შოთის ამ სიტყვისთვის და მე რა უფლება მაქვს ხო შოთის ეს მოქალაქეობრივი პოზიცია ისე როგორც ხვების ქალბატონი ნანი ბრეგვაზის ქალბატონი ზექალა შანიძის ქალბატონი ლანა ღოღობერიძის ხვების და ხვების ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მაგრამ იქნება და მოხერხდეს შოთიკო რომ ბურთი არ გააგოროთ დამსჯელებთან აი რეპრესიების მომხრე ვინც არის მათთან. კარგით, აღარ გავაგზელებ ეხლა მით უფრო რომ მე სასაუბრო მაქვს ნინო დათაშვილზე და დათაშვილთან დაკავშირებით კი ახალი რამე მოიგონა. ანუ მოიგონა ბოდიში მოიხადეთ რომ ზიასთან მიმართებაში მოიგონა რომ სინდის სხვა პატიმრებთან დაკავშირებით რომ ბოდიში მოიხადეთ და შეწყალებას თხოვეთ იმასო, ყაველაშვილი ბანდიტი როა და დათაშვილს კი რას დათაშვილთან მიმართებაში კი კუთხეში მიმწყდეულმა აი არანაირი არგუმენტი რო არ შერჩა იმ ხელისუფლებად წოდებულმა ბანდამ მოიგონა შემდეგი რა ნინო დათაშვილის შემთხვევაში სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ მოითხოვა სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება რაც იმას ნიშნავს რომ პროკურატურა მოითხოვა ნინო დათაშვილისათვის შეურაცხყოფის ანუ გიჟიაო და გადავიყვანთ ფსიქიატრიულშიო და თუ არ ვთქვი გადაიყვანეს კიდეც სასამართლომ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა მან არ მისცა დათაშვილის პროცესში მონაწილეობის უფლება რადგან მან არ იცოდა რა პროცესი განიხილებოდა მის წინააღმდეგ სასამართლომ განაცხადა რომ თუ ნინო დათაშვილის წინააღმდეგ იქნება ექსპერტიზის ჩატარებაზე გატარდება იზოლებითი ღონისძიებები მე სხვა არავინ არა ბევრი მახსენდება ცხადია მაგრამ სხვა არავინ მახსენდება გარდა სხვების მახსენდება და ეს ადამიანიც მახსენდება ნაზი შამანაურ სხვა კი არაფერი არ გაუკეთეს გასული საუკუნის 80-იან წლებში როდესაც ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოამწყვდიეს და როდესაც ის დასაჯეს საბჭოთა ხელისუფლება და კობახიძე არის ბოლშევიკი პირდაპირ მნიშვნელობით ლაპარაკობ ისევე როგორც პაპუაშვილი მდინარაძე და ასე შემდეგ დამოუკიდებლად იმისა როგორ წარმოჩინდებიან ქართული საზოგადოების წინაშე და რამდენად გამართულად წარმოთქვავენ ამათო წინააღმდეგობას ისინი არიან არცით ბოლშევიკები ეს უნდა ვთქვათ საერთოდ მე დავსვამ ასეთ კითხვას რას ვითხოვთ ჩვენ მე პერსონალურად არ ვითხოვ აი გულახდილად გეტყვით არ ვითხოვ მხოლოდ ახალ არჩევნებს მხოლოდ ახალი არჩევნები საერთოდ და ხელისუფლების ცვლილება ცვალებადობა არის ერთი ნაბიჯი იმისთვის ან ერთი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი თუ გდებათ ესე გეტყვით იმისთვის რომ ის შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში რაც ჩვენ გვინდა და ჩვენ გვინდა დემოკრატიული რასაკვირველია მაგრამ ეს მაინც ზოგადი სიტყვა დემოკრატიული და ლიბერალური რასაკვირველია და ესეც ზოგადი სიტყვებია მაგრამ მოდი ასე ვიტყვი დემოკრატიული ლიბერალური დასავლური ანტირუსეთული ქვეყანა მაგრამ იმისთვის რომ დავაფუძნოთ ესეთი ქვეყანა მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება
არკმარა დემოკრატიული და ოპოზიციური ძალებისა. გარდაულა და აუცილებელია, რომ შეიქმნას, როგორღაც შეიქმნას მექანიზმები შეიძლება თვალს მოკლედ მიღებული იქნას გადაწყვეტილებები უკლებლივ ყველა სფეროში. აი ესე გეტყვით, აი არ ვიცი. აი ჩემს რაღაც შენებლობებია ჩემგან ხელმარჯვნივ. ამ შენებლობების სფეროდან დაწყებული, აი უძრავი ქონების ეს რა არის? ყველა სფეროში ძირეული და ტკივნეული რეფორმების გატარების დაობაზე. ტკივნეული რეფორმები სანამ არ ჩატარდება, უკლებლივ ყველა სფეროში, ჯანდაცვის სფეროში, განათლების სფეროში, ინფრასტრუქტურის სფეროში, თავდაცვის სფეროში, ეკლესიაში. დიახ, ეკლესიაში ნამდვილი ხანია, ამდენი პოლიტპატიმარი ყავს და გახსენდებათ 5, აი Facebook-ზე რო გამოჩნდებიან ხოლმე Facebook-დანაც რო ჩანან ის მღვდელმსახურები, სამღვდლო პირები, რომლებიც ესე ხმამაღალნი არიან ეს ჩამოვიდნენ ირანელები და პაკისტანელები და ისინი სამუშაო აღგილებს აი ეს საქართველოს და რაღაცებს ბჟოტიალობენ, სისულელებს ვლაპარაკობენ, რუსები რო ჩამოდიოდნენ და ეგრეთ წოდებული პრავოსლავნი ანუ მართლმადიდებლები მაგაზე კი ხმას არ იღებენ, მაგრამ ესეც არ არის მნიშვნელოვანი, კარგით. ამოიღო ხმა იქადაგა ის რაც იქადაგა თუ ამას გადაგება ჰქვია საერთოდ. ხო, ერთი სიტყვა, როგორ არ დაძრა, ნუ დაახლოებით 5 ეულის ან 7 ეულის გარდა მოქმედმა სამღვდლო პირმა მზია ამაღლობელზე. როგორ არ დაძრა არც ერთი სიტყვა ასე მაგალითად ნინო დათაშვილზე. როგორ არ დაძრა არც ერთი სიტყვა ზვიად რატიანზე. როგორ არ დაძრა არც ერთი სიტყვა ანდრო ჭეჭინაძეზე. რა ხდება საერთოდ? რა ხდება იმ კანტორაში, რასაც საპატრიარქო ჰქვია? სად არის ქრისტე მეთქი ასე ვიკითხავ თითოეულ თქვენგანთან, მათ შორის მსურველებთან პატრიარქობისა, ან მსურველები რო არიან პატრიარქობისა იმის კამანდებში, სად არის ქრისტე? ერთი სიტყვა, ერთი საკვირაო თუ რომელიღაც დღესასწაულზე გადაგება, ხო რომელიღაც მნიშვნელოვან დღეს, აი რაღაც დღეს არის ილიაობა, ხო თუ არ ვცდები შეიძლება მეშდება ილიაობა, ხო გამოდით და თქვით, რომ იცი რა არის მე მოსაყდრეშიო ვამბობ იმას, ეს რომ მზია ამაღლობელი უნდა იყოს, სახელმწიფომ უნდა მონახოს როგორღაც გზა და გაანთავისუფლოს სინდისის პატიმარი, მაგრამ იცით რატო ვერ ამბობთ, იმიტომ რომ ის 25 თუ 30 მილიონი ეს პრავად და ლევად კიდე რამდენი მილიონი ღმერთმა უწყის და რამდენი შემოწირულობა ეკლესიაში თავშეფარებულ ბანდიტთა რამდენი შემოწირულობა გჭირდება თქვენ, ეს არის სიმართლე. იმისთვის რომ ბოდიშის გარეშე გაგსულდეთ. სად დაიკარგა ადამიანი, რაზეც და ვისზეც ესე იყო ორიენტირებული მაცხოვარი, თუ მაინც და მაინც ესე ვილაპარაკოთ, არა, დასაკვირველია თქვენ გაცილებით მეტი იცით ქრისტეს ჯულის თაობაზე. დასაკვირველია თქვენ გაცილებით უკეთ იცით, ესე საეჭვოა ბევრმა თქვენგან მაიცის თუ რა ჩემზე უკეთ იოანე ოქროპირი, მაგრამ ოკეი, ბევრმა ხასუსო, ბევრმა იცის, მაგრამ ზოგმა შეიძლება არც იცის. ჩემზე უკეთ იოანე ოქროპირი, მაგრამ ოკეი, იცით ყველა. და ძალიან ესეთი სიტყვა უხვები იქნებით, როდესაც რაღაცა ამ თეოლოგიურ საკითხებზე დაიწყება მსჯელობა, თუ იქნება, თუ შედგება ეს მსჯელობა, მაგრამ სად არის ადამიანი? სად არის ადამიანი გამკრალი? თქვენი ქადაგებები, თქვენი სიტყვებიდან, თქვენი ეგრეთ წოდებული ნარატივიდან, თქვენი მიდგომებიდან საკითხების მიმართ. აი სად არის ნინო დათაშვილი ფსიქიატრიულში გადახავთ. მე გეკითხებით, რატომ არ იღებთ არც ერთ თქვენგანი ხმას? ბიზნეს ივანიშვილი გააგრძელებს ამ სადამსჯელო ოპერაციებს და ღმერთმა უწყის როდის შეწყვეტს. ოღონდ თუ ვინმეა ფსიქიატრიულში გადასაყვანი, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, ოღონდ არ ვიცი. არ ვიცი პროფესიონალურად ვერ შევხედავ ამ საკითხს და ჩემი შეგრძნებები თუ ვინმეა გადასაყვანი ფსიქიატრიულში არის სწორედაც რომ ივანიშვილი. ეს არის სიმართლე. ნახვამდის.